რუს ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაგრაში პრინც ოლდენბურგელის სასახლის იჯარით გასაცემად, მისი სავალდებულო რესტავრაციით. განაცხადა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს ხელმძღვანელმა გარი სანგულიამ. მისი თქმით, სანამ არ იქნება გარანტიები, რომ დაცული იქნება კანონმდებლობა, არავითარი ხელისმოწერა არ იქნება. საწყისი დოკუმენტები კი შეთანხმებულია, რომლებიც რუსმა ინვესტორებმა უნდა განიხილონ. განაცხადა სანგულიამ. ამ ფაქტს ეხმაურებიან ქართველი ექსპერტებიც. მათთვის მიუღებელია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისების თემა და აცხადებენ, რომ არც ერთ ასეთ შეთანხმებას ძალა არ აქვს. ოლდენბურგელის სასახლე ახლა მე ვიცი რაც არის, როგორიც არის და ახლა ეგენი უწოდებენ იჯარით აძლევენ ვიტო. მაგრამ ეს ვერ მოატყუებს აფხაზეთს, ვერავის ვერ ეს იჯარით აღება კი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუდამოდ წაიღებს რუსი მას. ისევე როგორც სამუდამოდ წაღებული ბევრი საკურორტო ობიექტები. უჭირს რუსს, ასე თავისუფლად ართმობს აფხაზი. ეხლა ამას დიდი ამდები მოყვება ამ იმას. მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს ოპოზიცია. ვერაფერს, იმიტომ რომ მათი ხმა არის ეს. ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც უძრავ ობიექტებზე, ქონების უძრავ ობიექტებზე იქნება მიმართული ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ცნობილია ბათილად. ის რაც იქ ქართული მოსახლეობის გარეშე ხდება, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ უნდა იქნას გადახედილი. ეს ეხება სახელმწიფო ქონებასაც. დღეს რთულია თქმა იმისა, საბოლოო ჯამში რა იქნება. მე არ გამოვრიცხავ შეთანხმების შესაძლებლობას, თუმცა მიმაჩნია, რომ ქართული მოსახლეობის დამბრუნებამდე ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიღებული არ უნდა იქნას. გარი სანგულიას თქმით, თავიდან შესრულდება სამუშაოების ესკიზური პროექტი, რომელსაც აფხაზური მხარე შეისწავლის. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს ინვესტორი ნებართვას სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების პროექტის შესამუშავებლად.